ამ წერილის ადრესატია ევროკავშირი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. მოდით კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს, რას ითხოვთ თქვენ მათგან, რა წერია დოკუმენტში და რა არის განსხვავებული, ასეც დავსვამდი კითხვას იმისგან, რაც აქამდე მოგითხოვიათ თუ მიგიწერიათ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პოლიტპატიმრებს, ნიკებს, ზურას, გიორგის და სხვა სინდისის პატიმრებს, რომლებიც ახლა უკანონო და უსამართლოდ არიან საჯელასწლების დაწესებულებაში და გამოგონილი ბრალებით იხდიან სასჯელს. ჩვენ დღეს კოალიციამ გავავრცელეთ განცხადება, ღია წერილი, ეს არის ღია წერილი, მიმართონ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და მთელ მსოფლიოს იმ სახელმწიფოებს და ჩვენს პარტნიორებს მიმართ, რომელიც გულშემატკივრობს ქართულ ხალხს და თავს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეროვნული ინტერესების მეგობრად მიიჩნევს, რომ ის რაც ხდება საქართველოში, პოლიტიკოსების და ლიდერების პატიმრობა, ადამიანების წამება და არაჰუმანური მოპყრობა, პროტესტის ხელის შეშლა, უსამართლო, სასამართლო და გაყალბებული არჩევნები. ეს ყველაფერი ქმნის იმას, რომ საქართველოში არა მარტო დემოკრატიულ და ეროვნულ ინტერესებს აქვს საფრთხე შექმნილი, არამედ საქართველოს როგორც სახელმწიფოს არსებობის საფრთხე დგას და საქართველოს ქართველი ხალხისთვის უკვე აღარ რჩება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილი 3 რამ და ამ წერილში ესეც წერია იმ 4 მოთხოვნასთან და სურვილთან ერთად, რომელიც გვაქვს. პირველი, გაანადგუროს პოლიტიკური პარტიები, მედია, უნივერსიტეტები და აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ეს არის ერთი მთლიანი ბლოკი, რაც უნდა ბიძინა ივანიშვილს. მეორე არის საბოლოოდ საქართველოს მოახდინოს იზოლაციაში და ეს არის ის, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს თუ ამერიკელ თუ დასავლელ პარტნიორებს არ უნდოდეს ქართულ ხალხთან და საქართველოსთან კომუნიკაცია და ამას ცდილობს მათ შორის თავდასხმებით ელჩებზე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე და ასე შემდეგ. და მესამე, გადასულია პირდაპირ მნიშვნელობით მიწაწყლის გაყიდვას. ანუ ამ 3 კომპონენტს ერთდროულად აქვს ჩართული. ამის საპასუხოდ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მივმართეთ, რომ პირველ რიგში მიღებულ იქნას მეგობარი აქტი, რომელიც წელს არ დაწყებულა და ახლა არ დაწყებულა, ვიცით ხო, თვეებია ეს პროცესი მიმდინარეობს და ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მივმართავთ, რომ მეგობარი აქტის მიღება არის დიდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოებისა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მეორე, დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მოექცეს იზოლაციაში და მწვანე აუნთეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წამებას. ქართული ოცნების სურვილია, რომ საქართველოს და ქართველი ხალხი მოხდეს იზოლაციაში და ჩვენი სურვილია, რომ ის ვიწრო ჯგუფი, ბიძინა ივანიშვილი და მისი ბანდა, რომელმაც 2 მილიარდი ლარი მოპარა პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, რა ვიცი მე, კიდევ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანუ წარმოიდგინეთ თელმა მთავრობამ საქართველოს რაც ვიცით და რაც არ ვიცით, კიდევ მეც გავიგებ დარწმუნებული ვარ, 2 მილიარდი ლარი მოპარა საქართველოს, რომელმაც 700 მილიონი ლარი გაათეთრა საქართველოში. ეს ადამიანები და მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ ადამიანებს უნდა დასანქცირდეს, ეს მეორე, მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი მოექცეს საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, იმიტომ რომ ის პროექტები წარმოიდგინეთ თან აგინებენ ევროპას და თან უნდათ რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან პირადი სარგებელი მიიღონ, არა ქვეყნის წინაშე სარგებელი და ეს უნდა გადაიხედოს და თუ რაიმე ინტერესია, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ქართველი ხალხისთვის და ქართველ ხალხს უნდა დაეხმაროს და იმ თავისუფლების ბრძოლას, რომელიც ახლა უკვე უწყვეტად 1 წელია მიმდინარეობს და არა ამ კრიმინალების ბანდას და მეოთხე და მნიშვნელოვანი, რაც უკვე ისედაც აღიარებულია, მაგრამ ჩვენ ამ საჯარო წერილში თქვით, რომ აუცილებელია ეს საზოგადოებამდე, მსოფლიო საზოგადოებამდე მიგვეტანა ის, რომ პროდასავლური ევროპული ძალები, ეროვნული ძალები პირველ რიგში, ასევე ის სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც რუსთაველზე დგანან და მათ შორის ძალიან აქტიურად მუშაობენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და ასევე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ეს იქნეს აღიარებული ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესების გამტარებლად და მთავარ წარმომადგენლად, რაც ბუნებაშიც ესეა, ხო, ესე უნდა მოხდეს. ანუ ამ 4 პრინციპზე ვართ, ამ 4 პრინციპის მოთხოვნა, სურვილი და ეს არის მოთხოვნა და არა თხოვნა. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ევროპამ, ევროკავშირმა, ჩვენმა ევროპელმა და არაევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის ამერიკელმა პარტნიორებმა, უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან აქ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე. კი ბატონო, თანმიმდევრობით მივყვები რაღაცებს, აი ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც მაქვს კითხვა და მის ინიციატივაზე, რომელიც არ ახალია, მაგრამ აი როდესაც საუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს ჩვენი წარმომადგენელი, აი უფრო დეტალურად რო ამიხსნათ რა. ჩვენ საუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს რაღაცა ერთადერთი წარმომადგენელი, ჩვენ საუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს აღიარებული ერთ-ერთ წარმომადგენლად ჩვენი ქვეყნის
ეროვნული ევროპული ინტერესების დაცვისთვის და რა თქმა უნდა მას ეს როლი და ფუნქცია ჰქონდა ექნება და თუ სურვილია მომავალში შეინარჩუნოს და მე ვიცი რომ ამის სურვილი აქვს, იმიტომ რომ მას ძალიან დიდი საკომუნიკაციო და დიდი ასე ვთქვათ და პროფესიული გამოცდილება აქვს. გარდა იმისა, რომ ის იყო ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი საქართველოსი და ის წარმოადგენდა ქართულ ხალხს. ხო, ანუ მას ხო ისედაც აქვს კომუნიკაცია, თუნდაც ჩვენ დასავლეთ პარტნიორებს ვერ მივხვდი, ანუ დეტალურად ვამბობ. მაშინ კიდევ უფრო დაწვრილებით უნდა აუხსნა. ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის უნდა იყოს აღიარებული საქართველოს ინტერესების გამტარებლად ეროვნული და ევროპული პოლიტიკური პარტიები, ის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჯგუფები, რომელიც მათ შორის რუსთაველს წარმოადგენენ და ასევე სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს და ქართველ ხალხს და ის იყო საქართველოს და პრეზიდენტი, ეს ჯგუფები უნდა იქნას აღიარებული როგორც საქართველოს წარმომადგენლებად ევროპულ და ეროვნული ინტერესების გამტარებლად. ეს ჯგუფები ხართ ამაზე შეთანხმებული? ჩვენ კოალიციამ გავავრცელეთ, არა უბრალოდ ეს არის კოალიციის განცხადება, კოალიცია ამაზე შეთანხმებული ვარ, რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ თქვენს გარდაც ხო არის პარტიები, რაღაც კონკრეტული არ ვიცი სამოქალაქო აქტივისტები თუ სამოქალაქო ჯგუფები, რომლებსაც შეიძლება საერთოდ არ უნდათ რომ სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდეს სადმე. ჩვენ ეს არის კოალიციის განცხადება. თუ ვინმეს არ უნდა გამოაკლებს სალომე ზურაბიშვილს და ეყობა გამბედაობა და დაწერს ამდაგვალ განცხადებას. რა პრობლემაა? ჩვენ კოალიცია ასე უყურებთ ამ საკითხს. კი ბატონო, და რადგან სალომე ზურაბიშვილი ვახსენებოდით მის ინიციატივაზე, კითხო ინიციატივა რა პრინციპში ეს არ ახალია, რომ ადამიანებმა უნდა დაინახონ ალტერნატივა, რა ელოდებათ, აი რა ტიპის სახელმწიფო თუ მმართველობა ელოდებათ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რაც გინდა ამას და დავარქვა თუ გინდა კვლავ რაღაცა ერთობის პლატფორმა, ტექნიკური მთავრობა და ასე შემდეგ. რას ფიქრობთ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით და აი რამდენად მუშაობთ მათ შორის თენგო, რომ იყოთ ან ხედავდეთ თქვენ როგორც ქართული ოცნების ალტერნატივას მოქალაქეები, არა მარტო თქვენი ამომრჩევლები, რომლებიც მოდიან და ხმას გაძლევენ არჩევნებზე. არამედ აი სხვა ისეთიც, რომლებსაც შეიძლება დიდად პოლიტიკურადაც არ ესიმპათიურებოდეთ. ხო, პოლიტიკურად თუ არ ესიმპათიურებით ვინმეს, ის კონკურენტია, ხო, პოლიტიკურად თუ თვითონ უნდა რომ იყოს რაღაც ტექნიკური თუ გარდამავალი თუ ასე შემდეგ. ძალიან მარტივად არის საკითხი აქ რა. მე ხშირად ვიმეორებ ამ ბოლო დროს და ეხლაც გამეორდები. თუ ვინმეს პოლიტიკური პარტიები არ მოწონს, მას აქვს გზა შემოვიდეს პოლიტიკაში და უკეთესი იყოს. ეს ერთი. მეორე დღეს პოლიტიკოსობა არის გამბედაობა. უნდა იყოს გამბედაო. თუ ექსპერტობა უნდა იყოს ექსპერტი და კონდეს ოღონდ შესაბამისი კომპეტენცია, თორე ლაპარაკი მარტივია, კომპეტენციის დამტკიცება რთული. და მესამე, რუსთაველზე რო ერთი წელი ადამიანებით განა და მათ შორის ზოგმა ციხეზე გაიარა მისი თავისუფლება და ასე შემდეგ. ამ ადამიანების მხნეობა და რწმენა უნდა კონდეს. ამ სამიდან ერთი მაინც უნდა კონდეს, რომ ვიღაცას მოუწოდო, რომ აი შენი დრო არ არის და ეხლა ჩვენ უნდა დავაკომპლექტოთ მთავრობა. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, მათ უნდა შექმნან კოორდინაცია, ოღონდ ეს კოორდინაცია პირველ რიგში უნდა იყოს ახალი სამართლიანი არჩევნების მოპოვებისთვის, თორე უკან დაგვრჩება თავრობები და იმპერატორები, თუ სამართლიანი არჩევნები ვერ მოვიპოვოთ. მეთანხმებით თუ არ მეთანხმებით ამაში. უნდა მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები და შემდეგ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება ტრანზიციული მთავრობის არსებობა, მაგალითად გარდამავალი მთავრობა რამოდენიმე თვით სანამ ახალ უკვე კონკურენტულ არჩევნებს მოამზადებს. ამაზე სამჯეროა და შეიძლება, მაგრამ ახლა ვიღაცა რომ საუბრობს, რომ მე მთავრობაში ვიქნებიო რაღაც პერიოდის შემდეგ, ჯერ ბიძინა ივანიშვილის არჩევნები დავანიშნოთ, პოლიტპატიმრები გამოუშვათ. ახლა არ მჯერა, არ მიმაჩნია სწორად კი რა ბუნებაში არ არსებობს ის, რომ პოლიტპატიმრები ციხეში იყოს. ბიძინა ივანიშვილმა სამართლიანი არჩევნები არ ჩაატაროს და საერთო არჩევნები არ ჩაატაროს, ზეწოლა იყოს და პოლიტიკური პარტიები აკრძალული იყოს. ფაქტიურად ყოველ დღე იჭერდნენ და აკავებდნენ ადამიანებს და ვიღაცა საუბრობდეს, რომ ჩვენ რაღაც 2028 წელი იქნება თუ 26 წელი თუ 52 წელი რაღაც მთავრობა ვართ გამოცხადებული. ესე უბრალოდ ვერ მოხდება, მაგრამ ნაბიჯ. აქამდე მისვლა შესაძლებელია, ოღონდ პირველი ნაბიჯი არის რა? აი თუ მომცემ წუთნახევარს აქვს. ეხლა უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი. პირველი ნაბიჯი გადაიდგა, ბოიკოტი შედგა და გავიგეთ ხალხის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს უნდა მხოლოდ სამართლიანი არჩევნები. ახლა არის მეორე ნაბიჯი, რომ ჩვენ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნები, მაგრამ მანამდე უნდა შევქმნათ ფართო კოორდინაცია პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის. ამის შემდეგ მოვიპოვოთ ახალი სამართლიანი არჩევნები, პარალელურად რა თქმა უნდა ეხლა რაღაც ტაიმლაინი ამის ან დრო არსებობს და გამოვაშვებინოთ ბიძინა ივანიშვილს
უკანონო დაკავებული პოლიტპატიმრები და მოვიპოვოთ არჩევნები, რომელიც იქნება კონკურენტული და სამართლიანი. წინააღმდეგობით ხედავთ ამას რუსთაველი. რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ და რამაც ვერც პატიმრები გამოუშვა გარეთ და ვერც ახალი არჩევნები ვერ მოიტანა. პატიმრებს იმიტომ აკავებს რეჟიმი და იჭერს, რომ მის უნდა რომ საპრობლემებში ყავდეს, რომ შემდეგ რაღაც პოლიტიკური გავლენა მოახდინოს პროცესი. ამიტომ ჩვენ რასაც ვაკეთეთ, ის უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამას უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ამიტომ უნდა გაძლიერდეს პროტესტი საქართველოში. ზეწოლა საერთაშორისო მეგობრების მხრიდან და ეს ღია წერილიც მაგას ემსახურებოდა და მესამე, შეიქმნას ფართო координация. წინააღმდეგობის ფრონტს დავარქმევთ, координациას დავარქმევთ თუ ასე შემდეგ. ეს უნდა შეიქმნას, რათა აი თქვენ რო დასვით, შეკითხვა კი არა, პოზიცია ის შეკითხვა არ იყო, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვენც ამბობთ, რომ ალტერნატივას, აი რომ ალტერნატივა დაინახოს. თორე მოჩვენებითი ალტერნატივა ბევრი გვინახავს. რეალური ძალა, ორი გამოწვევა გვაქვს. თელს ოპოზიციას არ აქვს, თელს საზოგადოებას. და ეს ორი გამოწვევიდან ერთი არის ის თუ როგორი იქნება საქართველო და მეორე ის არის ვინ იმსახურებს იყოს ალტერნატივა. ოღონდ ეს გულწრფელი გამოწვევებია. ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში კი არა, ყველა ქვეყანაში, სადაც მეტნაკლები დემოკრატია ან ავტორიტარიზმისკენ წასული, ასე ვთქვათ, სისტემები, პოლიტიკური და მმართველობის ფორმები არსებობს. ამიტომ ეს 4-5 ნაბიჯი არის გადასადგური. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მეორე ნაბიჯი გადადგმის პროცესშია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ეხლა თქვენ გესაუბრებით და უახლოეს კვირეებში შეიძლება რაღაც კონფიგურაცია თანამშრომლობის, სტრატეგიული წინააღმდეგობის და ასე შემდეგ შეიქმნას და ამის კოალიცია ცვლილების მოდი ჯერ არ ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ გეტყვით პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები. ვიღაცა გვიყურებს ახლა დაუშვათ. არა, ვამბობ პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო ჯგუფები, ვინც შეთანხმდებიან პრინციპებზე, თუ როგორი უნდა იყოს წინააღმდეგობა. ვინც შეთანხმდება იმაზე, რომ შევლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებში, რომ ეს იქნება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიტპატიმრები განთავისუფლდება. ასევე წინააღმდეგობა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიხიოს უკან, მინიმუმ დახევას უკან გულისხმობ იმას, რომ მან შეასრულოს ის ორი მთავარი მოთხოვნა, რის ირგვლივაც ყველა ვთანხმდებით. ჩვენ გამყოფებს არ ვეძებთ, ჩვენ ერთმანეთსგან დაშორებებს არ ვეძებთ, ჩვენ ვეძებთ იმას, რაც გვაქვს საერთო და საერთო გვაქვს ორი მთავარი მოთხოვნა. რა თქმა უნდა, მიზანთან ერთად. მოთხოვნა არის ორი და მიზანი არის ერთი. ამ ორი მოთხოვნიდან ერთი არის ის, რომ დაინიშნოს სამართლიანი ახალი არჩევნები, მეორე არის, რომ პოლიტპატიმრები განთავისუფლდეს, რაც შეეხება მიზანს. მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. კი ბატონო, თენგო, აი ესე დაგისვამ კითხვას. ბოლო 2 წლის განმავლობაში აი რამდენ, რა ვიცი, ერთობაში, აი რამდენი ტიპის კოორდინაციაში, აი რამდენ პლატფორმაში ყოფილხარ პერსონალურად, თქვენ თუნდაც ან თქვენი გუნდი, სადაც საუბარი იყოს ზუსტად იმაზე, რაზეც ახლა მელაპარაკებით. ჩვენი გუნდი არის ერთადერთი კოალიცია, რომელიც როცა იმ 2 წელს თუ გულისხმობთ, იმიტომ არჩევნების შემდეგ 1 წელი გავიდა. და 2 წელს თუ გულისხმობთ, ერთადერთი კოალიცია, რომელიც იყო და დარჩა კოალიცია, და ანუ ეს არ დარღვეულა, ეს არის ახალი გირჩი და დროა და არც დაირღვევა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მტკიცე ერთობა ლიდერების და პარტიული სტრუქტურების დონეზე, ეს ერთი და მეორე, მხოლოდ ერთადერთი იყო, რომლის რაღაც ნაწილი ახლაც ვჩებით, ეს იყო ეგრეთ წოდებული რვიანი, რომელიც იყო ბოიკოტის რეჟიმში. ანუ და ამ ბოიკოტის რეჟიმში, ანუ ბოიკოტის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური პარტიები, ამ ბოიკოტმა იმუშავა, ეს იყო წარმატებული და მორჩა ეს პროცესი. თუ თქვენ შეგიძლიათ გამახსენოთ პარტია ახალი რომელ ფორმატში იყო, მაგალითად სალომე ზურაბიშვილის ფორმატში ვიყავით თუ არა, არ ვიყავით. მაგალითად რაღაცა სხვა თქვენ არ იყავით, მაგრამ თქვენი კოალიცია. ნუ ეს მათი იმას რომ კითხოთ, თვითონ გაგცემენ შეკითხოს, ისინი ფიქრობდნენ რომ იქ, ხო. მესმის, მაგრამ აი თენგო ისე ვიქმნივდივარ, რომ აი რო ლაპარაკობთ აი ამ კოორდინაციაზე, ერთობაზე, ახალი პარტიები, რა ვიცი, შეიქმნა, რამე გამომიწა. ჯერჯერობით არ ჩანს ახალი პარტიები. რამე ახალი სამოქალაქო ჯგუფები შეიქმნა, სამოქალაქო ჯგუფები რუსთაველის პროტესტმა შექმნა და ძალიან ბევრი ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისერი ადამიანია, რომელიც ფიქრობდა და ვერ ვაჯერებდით სამწუხაროდ იმაში, რომ თბილისის გამოგლეჯვა 4%-იანი პარტიის მეშვეობით ვერ მოხდებოდა. არ მინდა ამას საუბარი. მაგ ლოგიკით იმასაც ფიქრობდით, რომ თქვენ რო არ შეხვედით პარლამენტში და მანდატებზე უარი თქვით, ბიძინა ჩამოიქცეოდა და გაიქცეოდა, მაგრამ არც თქვენს არ შესვლას პარლამენტში არ ჩამოუქცევია ივანიშვილი და არც ვიღაცების არჩევნებში მონაწილეობა. ეს რეალობა მივიღეთ, ხო? ჩვენს არ შესვლას პარლამენტში მოყვა ერთწლიანი პროტესტი და ის რომ ბიძინა ივანიშვილი არის არალეგიტიმური. თქვენი აზრით ერთწლიანი პროტესტი თქვენ რომ არ შეხვედით პარლამენტში, მაგას მოყვა თუ 28 ნოემბერს შარშან რა განცხადებაც გააკეთა ირაკლი კობახიძემ მაგას თენგო როგორ ფიქრობთ? მაშინ უნდა ვიცოდეთ ცნებებზე უნდა შევთანხმდეთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის თუ არა ლეგიტიმური, ამაზე უნდა შევთანხმდეთ.
თუ არ არის ლეგიტიმური და საზოგადოება თulis რომ არ არის ლეგიტიმური, საერთაშორისო საზოგადოება თulis რომ არ არის ლეგიტიმური. თუ ამაზე თანხმდებით რომ ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური, ეს რომ ქართული ოცნება არ არის ლეგიტიმური დაიწყო 26 ოქტომბერიდან, ეს ფაქტია. 28 ნოემბერს ხალხი აღშფოთდა სამართლიანად იმაზე, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, რომელსაც არ ქონდა ამის ლეგიტიმაცია, თქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი. ეს ლოგიკურია და 28 ანუ კალენდარულ ათვლას თუ იწყებს პროტესტი დაიწყო 28 ნოემბერს დიდი, მაგრამ არც მანამდე აკდა პროტესტები, იცით თქვენ და დარბევები, მაგრამ ლეგიტიმაციის პრობლემა ქართულ ოცნებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიქმნა. იმიტომ რომ არჩევნებია ლეგიტიმაციის წყარო. მესმის, მაგრამ მოქალაქემ რეაგირება იმაზე ქონდა, რომ თქვენ რომ არალეგიტიმურად twidit იმაზე კი არა, ეთახმები. მაგას შევდაგდუბრალ შეიძლება არასწორად გამოვთქვა, ერთწლიანი პროტესტი კალენდარულად ვერ დავთვალე შეიძლება, მაგრამ ერთწლიანი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და ამ არალეგიტიმურმა ქართულმა ოცნებამ აიღო ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რისი აღებაც არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, რომელიც არალეგიტიმური არ აქვს, არამედ ლეგიტიმურ ხელისუფლებასაც არ აქვს. იმიტომ რომ ეს მარტო მე და თქვენ თაობას კი არ გვეკუთვნის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ წინაპრებსაც ეკუთვნის საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მომავალ თაობებსაც. ეს არის რა ვიცი, აი ფაქტიც არ არის, ეს არის ჭეშმარიტება. და ჩვენი ევროპული მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვინ და არალეგიტიმურ თანამორბობას არ ქონდა იმის და არ აქვს იმის უფლება და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საქართველოს აუცილებლად სწრაფად იმ რელსებზე, რასაც ევროპული და ეროვნული მომავალი ქვია. ბიძინა ივანიშვილი გადავიდა, აი მედიას ხო აქვს პრობლემა, ვიცი რომ ყველა მედიას აქვს საქართველოს პრობლემა. პოლიტიკურ პარტიებს ხო აქვს პრობლემები. სამოქალაქო კრიტიკულს გულისხმობ, თორე იმ პროპაგანდას ეხლა რა მოიგონეს. არაფერი არ უჭერს. იმ საკავშირებით რა მოიგონეს ბრიუსელის წერილთან დაკავშირებით. ესეთი რაღაცა ჟურნალისტიკის ისტორიაში არ არსებობს, ვერ გადათარგმნეს ეთყობა სწრაფად, თარჯიმას ვერ გადაათარგმნეს და Google Translate-ით ნათარგმნით წერილი დადეს, თითქოს ბრიუსელიდან მიიღო ვიღაცა. აი ეს არის გაუგონარი ამბავი, პროპაგანდისტვის. თუმცა მან ცოტა ჭკუაში მოგებად შეიძლება და ალბათ რაღაცა მინიმუმ შეცვლა იმ ტექსტის, იმიტომ რომ არ ვიცოდით რომ უყურეთ. ამ წერილის საკითხვამდე სადღაც 9 საათით ადრე გამოდო სამთავრობო prime time-მა, ხო, 20 წუთით ადრე, მაგრამ გეტყვი ფაქტს როგორ ხდება ეს დასამალი კი არა. 26 ოქტომბერი იქნებოდა 19 ივლისი, 2 აგვისტო, 13 სექტემბერი ყოველ თვე ოპოზიცია და სამოქალაქო ჯგუფები დიდ აქციებს აკეთებენ. და ახლა 28 ნოემბერი ყოველთვის ეს ხდება. ჯგუფი წერს ტექსტს, გადადის ხელიდან ხელში, ჩატიდან ჩატში, არაფერი დასამალი არა. და ბოლოს გადაეგზავნება იმ მხარეებს, ვინც ამ პროცესში არიან, რომ ყველა შეთავთ. ერთ-ერთი ან ტელეფონიდან გავცელ და 20 და ვერ მოასწრეს თარგმნა. და Google Translate-ს ათარგმნეს, ვითომ ბრიუსელში ინგლისური და წერა-კითხვა არ იციან. ეს სამარცხვინოები, ეს პროპაგანდისტებიც არ არიან, ეს არიან ფალსიფიკატორები და იმიტომ არის ის, რომ მათ არავისგან აღიარება არ აქვს და ხელს არავინ არ აქვს, მაგრამ ამ სიგიჟეზე საუბარი ზედმეტია, მთავარია ხალხი არის ერთზე შეთანხმებული. რომ ხალხმა ამ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტსაც სიცილით, მათ შორის ქართული ოცნების ამოშორ, ნახეთ რუსთავიორის, იმედის, მაგ რაღაცა სუსის აგენტოს ქვევით კომენტარები. ხალხი შოკშია, იმიტომ რომ ესე პირველივე სამწინა სიტყვაში არის შეცდომა. შეცდომა ინგლისურის არცოდნასთან, რამე ისეთი გრამატიკული ან რაღაც შეცდომა კი არა, ინგლისურის არცოდნასთან დაკავშირებული შეცდომა. ამიტომ ეს ბლეფი მათ არ გაუვიდათ, ძალიან ღელავენ მაგაზე, პაპუაშვილიდან დაწყებული, რა ვიცი, ის ვიღაცა რო ყავთ იქ, სახელდაგვარებს ვერ მახსოვებ ახალი პარლამენტის წევრებს, იმიტომ რომ ერთი მესიჯით ლაპარაკობენ, მგონია რომ ერთი ადამიანი ლაპარაკობს სხვათა შორის. ხო, ანუ ეს ადამიანები ძალიან აღელვებული არიან 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით. თქო, აქციის კი არ ეშინიათ მხოლოდ. არამედ ამათ ეშინიათ დიდი კოორდინაციის, სამოქალაქო ჯგუფების და პროდასავლური დემოკრატიული პარტიების. ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ სასწორზე დგას ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი. ბიძინა ივანიშვილს უნდა შეუშალოთ ხელი, რომ დაგვაშოროს ევროპას და ბიძინა ივანიშვილს უნდა შეუშალოთ ხელი, რომ გაყიდოს საქართველოს მიწა-წყალი. აი ეს აქვს გადაწყვეტილი მას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, თენგო თევზაძე იყო ჩვენი ეთერის სტუმარი.